გომელაურის შემდეგ სისტემას ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილეები ცდოვებენ. ამის შესახებ განცხადება ირაკლი შაიშმელაშვილმა გააკეთა. გედედეს ყოფილი მაღალჩინოსნის ინფორმაციით მათ განცხადებები უკვე დაწერილი აქვთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან მიდის ვაჟა სირაძეც. ალექსანდრე მუხაძეს იგივე ქილერას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალად პატიმრის წამება ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრო 50 წალი გორგოლაჭიანის სავარცხლის შეკეთებაში 8160 ლარის დახარჯვას გეგმავს. დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართება. აზოვსტალის დამცველთა ნახევარზე მეტი რუსული ტყვეობიდან უკვე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. მასკმა ტრამპს მადლობა გადაუხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვის შესაძლებლობა მისცა. მეწყერი შვეიცარიის ალპებში მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.